და ახლა გიორგი აბაზაძე გვერდება პირდაპირ ეთერში ასევე სამების ტაძრიდან. როდესაც ვსაუბრობთ ილია მეორის მოღვაწეობაზე, ბუნებრივია რამდენიმე წუთში ვერ ჩაატევ ეპოქალური პატრიარქის მოღვაწეობას. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ ისტორიაზე, რა მემკვიდრეობა დახვდა ილია მეორეს და რა ჩაიბარა მან. საბოლოოდ მან მოახერხა ის, როდესაც მხოლოდ რამდენიმე წევრისგან შედგებოდა სინოდი, მხოლოდ არსებობდა ერთი სასულიერო სასწავლებელი. მცხეთაში დღეს არსებობს სასულიერო აკადემია და სემინარია, საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია, სასულიერო სასწავლებლები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში და ასევე პატრიარქმა მოახერხა, რომ 2002 წელს სახელმწიფოსთან გაეფორმებინა კონკორდატი. ხელშეკრულება, სადაც განსაზღვრულია მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული უპირატესობა ამ ქვეყანაში. ქართველურ ერთად ღვთისაგან ეს არის პატრიარქ ილია მეორის ერთ-ერთი ცნობილი მოწოდება. სწორედ სიონის ტაძარში პატრიარქობის პირველ წლებში ეს ტაძარი იქცა ქართველი დისიდენტების თავშესაფრად და ეკლესიის ეზოში იწერებოდა პირველი პროკლამაციები. ადამიანები ერთმანეთს უყვებოდნენ ილია მეორის ქადაგებებზე. პატრიარქმა მოიარა მთელი საქართველო, ის ჩავიდა ყველა რეგიონში. მაშინ, როდესაც მისი პატრიარქობისას საწყის წლებში იყო მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 50, დაკეტილი იყო ტაძრების უმეტესობა, მათ შორის ანჩისხატი, ალავერდი, გელათი. დღეს ასობით ეკლესია, მონასტერი, 10,000-ობით სასულიერო პირი დაუტოვა მან საქართველოს ეკლესიას. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი დეტალები პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობიდან, თუნდაც მიღებული გადაწყვეტილებები, რითაც ეკლესიის უპირატესობა არის დასაბუთებული, ტრადიციები, რომელიც ილია მეორემ დაგვიტოვა, მათ შორის 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე, 2014 წელს იქნა დაარსებული და ბოლო 2 წელია მან შეიძინა განსაკუთრებული დატვირთვა. ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ტრადიციული ფასეულობების, ღირსებისა და ღირებულებების დასაცავად. ასევე ალილოს ტრადიცია, რომელიც პატრიარქმა დატოვა საქართველოში ყოველი შობის დღესასწაულზე, ფეხით მსვლელობა და ალილოს გალობა, ასევე ფანჯრებთან სანთლის დანთების პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც ყველაზე რთულ დროს მართა საქართველოს ეკლესია, ადამიანი, რომელმაც ყველაზე რთულ პერიოდში ხალხს მისცა იმედი და ასწავლა სიყვარული, სიტყვითა და საქმით, ადამიანი, რომელმაც რწმენა გააღვივა, ასე იხსენებენ ილია მეორის ეპოქალურ მოღვაწეობას. დამდობი ყველა მონანულისა და უდრეკი თავისი შვილების მტრებთან. არაერთი ეპითეტით ამკობდნენ ამ დღეების განმავლობაში კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. ადამიანისთვის პატრიარქის მზერა იყო მანათობელი სხივი, ხოლო მისი სიტყვები იყო სიბრძნე, რომელიც არასდროს ყოფილა ხმამაღალი, თუმცა აღწევდა ყველა ადამიანის გულამდე თანაბრად. სწორედ ამ განსაკუთრებული თვისებების გამო შეიყვარა ქართველმა ხალხმა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში თუ რამდენი ადამიანი აცილებს მას უკანასკნელ გზაზე. აღსანიშნავია პატრიარქის უდრეკი ხასიათიც გავიხსენოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც ბევრ მართლმადიდებლურ ეკლესიებში სხვა ქვეყნებში არ აღესრულებოდა მსახურება აღდგომისა თუ შობის დღესასწაულებზე ან ჩატარდა მრევლის გარეშე, საქართველოში ეკლესიები არ დაკეტილა. ესეც დღეს და ამ დღეებში არაერთხელ გაიხსენეს ადამიანებმა. მოკლედ რთულია ვისაუბროთ ეპოქალური პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობაზე. მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვით, რომ წირვა მიმდინარეობს ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც დაახლოებით პირველი საათისთვის დასრულდება და ამის შემდეგ დაიწყება უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისთვის წესის აგება. მსოფლიოს თითქმის ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელია ჩამოსული თბილისში პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად.